მაგარი გალიფი. Stop, იქით მიგა. მოგესალმებით. მე არჩილ მაისურაძე ვარ, ამ არხის ავტორი. წელს საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვაქვს. ყველგან მოთოვა და ჩვენი ულამაზესი ბუნება უფრო გაალამაზა. გადაღებისთვის ადგილის შერჩევა ცოტა გაგვიჭირდა, ვინაიდან ყველგან ლამაზია და ბუნებრივია, ყველაფრის მონახულებას ერთად ვერ მოასწრებ. თუმცა არჩევანი მაინც გავაკეთეთ. თეძამის ხეობაში ბევრჯერ ვართ, თუმცა ზამთარში არასოდეს. ხო და გადავწყვიტეთ აქეთ წამოვსულიყავით. გარდა ულამაზესი ბუნებისა, აქ უამრავი ნასოფლარი და ისტორიული ძეგლია. წინ კი საკმაოდ საინტერესო დღე გველოდა, რასაც სიამოვნებით თქვენს გაგიზიარებთ. საკმაოდ იყო ადრენალინიც, ვინაიდან დათოვლილი, გაუვალი და დამრეცი გზები რთულად გადასალახი აღმოჩნდა. მაგრამ ეს ხომ მოგზაურობის და თავგადასავლის განუყრელი ნაწილია და პირიქით ამძაფრებს და მეტ ხალის აძლევს ამ ყველაფერს. დღეც მეტად დასამახსოვრებელი გამოდის. მაშასე შევუყვეთ ზამთრის თეძამის ხეობას. თავდაპირველად მცირე ხნით ჩაჩუბეთის ეკლესიასთან შევჩერდით, რომელიც მერვე მე-9 საუკუნეებით თარიღდება და შემდეგ გზა განვაგრძეთ ნასოფლარ სამოჭალოსკენ. ნასოფლარი სამოჭალო რკონის სამხრეთით დაახლოებით 4 კილომეტრში მდებარეობს. აქ რამდენიმე შენობის ნანგრევია. მცირე ბორცვზე კი მდებარეობს სამოჭალოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლია. სამოჭალოს გარშემო ულამაზესი ბუნებაა. ტურისტულად ეს ადგილი არც თუ ისე აქტიურია, როგორც რკონი. არადა აქ წელიწადის ნებისმიერ დროს დიდებული ბუნება დაგხვდებათ. მოკლედ გირჩევთ აქ მოგზაურობას.
ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული იყო. შემორჩენილი ფრაგმენტები თარიღდება მე-12 საუკუნის დასასრულით. მხატვრობაში ჭარბობდა მოწითალო აგურისფერი და ოქროსფერი. საკურთხევლის მოხატულობა ორ რეგისტრად იყო დაყოფილი. კონქში შემორჩენილი იყო ვედრების კომპოზიციის ქვედა ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთ კედელზე ასახული იყო წმინდა გიორგის მიერ მეფის ასულის გველეშაპისგან დახსნის სცენა. დღეს ფრესკები თითქმის აღარ არსებობს. აქა-იქ საღებავების კვალია შემორჩენილი და ფიგურების ფრაგმენტული მოხაზულობა იკითხება. გადარჩენილი მოხატულობა კი დაკონსერვებულია. საბედნიეროდ ტაძარი ახლა გადახურულია და შემორჩენილ ფრაგმენტებს საფრთხე არ ემუქრება. სანამ უშუალოდ რკონის მონასტერს ვეწევით, რკონის ციხის კომპლექსი ვნახოთ, რომელშიც შედის გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერო კოშკი და სასახლე. ციხე მე-18 საუკუნის შუახანებით თარიღდება, ხოლო ეკლესია მე-13 საუკუნით. ციხეს სამხრეთიდან მდინარე თეძამი ჩამოუდის, ჩრდილოეთიდან კი პატარა მდინარეა. სხვათა შორის თუ ამ პატარა მდინარეს აუყვებით, სწორედ ნასოფლარ სამოჭალოს მიადგებით. ამ ადგილას გადიოდა ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელსაც ბუნებრივია ეს დიდებული ციხე აკონტროლებდა. ამ გზის ერთ-ერთი მთავარი ნაგებობა იყო რკონის, იგივე თამარის ხიდი, რომელსაც ცოტა ხანში ვნახავთ. რაც შეეხება ეკლესიას, ის მაღალმხატვრული გაფორმებით და ფრაგმენტულად შემორჩენილი მხატვრობით გამოირჩევა. სამწუხაროდ დროის სიმცირის გამო ახლოდან ვერ ვნახეთ, თუმცა მომავალში აუცილებლად გადავიღებთ. გალავნის სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრია. კედლები კონტრფორსებითაა გამაგრებული. კოშკი კი დგას გალავნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ადგილას. სადაზვერო კოშკი კი ციხის ზემოთ, მთის წვერზე დგას. იქიდან კარგად კონტროლდება თეძამის ხეობა საკმაოდ მანძილზე. ფეოდალიზმის პერიოდში, როგორც აღვნიშნეთ, მე-12-მე-13 საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლ საქართველოს სამხრეთ პროვინციებთან, ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ სომხეთის გავლით ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას.
რკონისა და მის მიდამოების ეკონომიკურ ცხოვრებაში გაურკვეველ როლს თამაშობდა წიაღისეულის სიმდიდრის ფერადი ლითონებისა და ვერცხლის არსებობა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: აქ არის ლითონი პრპენისა მრავალი იტყვიან ვერცხლსა. მოგვიანებით მეფე ერეკლე მეორის ბრძანებით ჯავახიშვილების მამული რკონი შეტანილია იმ პუნქტების სიაში, სადაც უნდა ეძიონ და მოიპოვონ ოქრო და ვერცხლი. მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს. 1400 წელს თემურლენგის ჯარებმა დაარბიეს სოფელი და ირგვლივ მდებარე ეკლესია მონასტრებიც. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რკონი გარკვეულ როლს ასრულებდა გვიან ფეოდალიზმის პერიოდშიც. მე-16-18 საუკუნეებში რკონი საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. რაც შეეხება თავად მონასტერს, აქ განირჩევა მშენებლობის სამი ფენა: მე-7 საუკუნის მეორე-მეოთხედი, მე-13-მე-14 საუკუნეების მიჯნა და მე-17-მე-18 საუკუნეები. რკონის კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. სატრაპეზო მთავარი ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით დგას. ძირითადი ნაგებობა მე-13-მე-14 საუკუნეების მიჯნით თარიღდება. კოშკი დგას სატრაპეზოს სამხრეთ-დასავლეთით და მისგან 40-ოდე მეტრითაა დაშორებული. იგი სატრაპეზოს მსგავსად ნატეხი ქვითაა ნაგები. სამრეკლო დგას ღვთისმშობლის ეკლესიიდან ჩრდილო-დასავლეთით, თარიღდება მე-17-მე-18 საუკუნეებით. იგი სამონასტრო ცხოვრების მესამე ფენას განეკუთვნება. ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება და თარიღდება მე-7 საუკუნის მეორე-მეოთხედით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ინტერიერში შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები გვიანი მოხოტულობის, რომელიც სხვადასხვა დროსაა შესრულებული. ძირითად სივრცეში და სადიაკვნეში შემორჩენილი ფრაგმენტები მე-12 საუკუნეს განეკუთვნება. ეკლესიის სამკვეთლოში მე-17 საუკუნის მოხატულობაა, თუმცა შესასვლელის სამხრეთ წირთხლზე შესრულებული საერო პირის გამოსახულება არაუგვიანეს მე-10 საუკუნისაა. ტაძარი დაკეტილი იყო შესაბამისად ამ ყველაფერს ვერ გიჩვენებთ. ნათლისმცემლის ეკლესია, რომელსაც კადრში ხედავთ, დგას ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით. თარიღდება მე-13-მე-14 საუკუნეებით. ფასადები გარდა სამხრეთისა, საიდკენაც ღრმა ხევია, მორთულია დეკორატიული თაღედით.
რომლის ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები მოჩუქურთმებულია. ასევე მოჩუქურთმებულია სარკმელებიც. სამხრეთით სპეციალურად ამოყვანილ სუბსტრაქციაში გაჭრილია სამარხი. მოგვიანებით ეკლესიას დასავლეთიდან კარიბჭე მიაშენეს. კარიბჭე ღვთისმშობლის ეკლესიისათვის მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში მიუშენებიათ, რომელიც დასავლეთით გახსნილია განიერი თაღით. იგი სამონასტრო ცხოვრების მეორე ფენას განეკუთვნება. სამონასტრო ცხოვრების მეორე ფენას განეკუთვნება ასევე სამლოცველოც. იგი დარბაზული ეკლესიაა. ეკლესიას მცირე ზომის შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში კი თითო სარკმელია. ეს ძველი ხიდები ნამდვილი სასწაულებია ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით. ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი მშენებლობის პროცესის ხილვა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, რკონის კომპლექსში შედის თამარის ხიდიც, რომელიც მგზავრებს დიდ კომფორტს უქმნიდა, რომლებიც ქართლიდან თრიალეთისკენ მიემგზავრებოდნენ. ხიდის სიგრძე 12.5 მეტრია, სიგანე კი 2.2. აქ კი უკვე გვაღამდებოდა, თუმცა მაინც გადავწყვიტეთ იკვის ეკლესიის მონახულებაც. იქამდე მისასვლელი გზა საკმაოდ რთულია განსაკუთრებით ზამთარში. თუმცა ამ ეკლესიის სანახავად ღირდა გარისკვა. იკვი ის სახელია, რომელიც ყველას გაგებული უნდა ჰქონდეს. იკვი ის ძეგლია, რომელიც ყველას ნანახი უნდა ჰქონდეს. ეს ქართული ხუროთმოძღვრების ნამდვილი შედევრია.
დიდი სასწაულია. იკვის წმინდა გიორგის ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილია ძველი ქართული კედლის მხატვრობის დიდებული ნიმუში. თოვლიანმა, მოყინულმა გზამ და არასწორმა რელიეფმა გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა ყველა სირთულე დავძლიეთ და მშვიდობით გამოვედით. კაია. ჩემი ემოციებისთვის ბოდიშს გიხდით, თუმცა გადაიარო ეს დიდებული ხიდი. უცქი რომ ამ შესანიშნავ მთებს ცოტა რთული არ გამოხატო ეს შინაგანი სიყვარული. ყველას დიდი მადლობა მეგობრებო ამ ვიდეოს ყურებისთვის. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. ახვამდის.